ვაშინგტონი თბილისის დახმარებას უზრდის. განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გააკეთა. ჰილარი კლინტონი კომიტეტში შეერთებული შტატების 2011 წლის ფისკალური ბიუჯეტის განსახილველად მივიდა. კლინტონი ამბობს, რომ შეერთებული შტატებისთვის საქართველოს განსაკუთრებულ პრიორიტეტად რჩება. მისივე თქმით, ამერიკის ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას და მის ინიციატივას ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობის შესახებ. Shortly. We think it's absolutely essential that they begin to talk about the final status issues that divide them, that have perpetuated the conflict over all of these years. And finally, with respect to Georgia, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისთვის მაღალ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. რამდენიმე ოფიციალური პირი უკვე იმყოფებოდა საქართველოში, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტეინბერგი და სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკი. 2011 წლის ბიუჯეტში საქართველოს დასახმარებლად $90 მილიონ მეტი გვაქვს განსაზღვრული. ჩვენ გარკვევით განაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას და კვლავ შევეცდებით დავეხმაროთ ქართველებს, შეინარჩუნონ დემოკრატია, რომ გაიზარდოს საზოგადოების ნდობა საკუთარ ქვეყანასა და მთელს რეგიონში.